მოგესალმებით, მე ლელა ვარ. 50-ე წიგნის შესახებ უნდა გესაუბროთ. ვერ წარმოიდგენთ რა სასიამოვნოა იმის განცდა, როდესაც ჩანა ფიქრს ერთი წლის წინანდელს, ასე მიუყვები ნაბიჯ და აგერ უკვე შემიძლია გითხრათ ეს წინადადება, რომ 50-ე წიგნი უნდა გაგაცნოთ მეთქი. დაკურებული ხართ ალბათ, რომ ძალიან სწრაფად ვლაპარაკობ, ხშირად აზრების თავმოყრა მიჭირს გადაღლილობისგან, დაღლილი სახეც ხშირად მაქვს ჩემი ოჯახური პირობებიდან გამომდინარე, რადგან ეს ვიდეო ჩანაწერების ჩაწერა რომ დავიწყე, ჩემი მეოთხე შვილი 7 თვის იყო და აი მასთან ერთად გავიარე ამდენი რამ 50 წიგნის წაკითხვა, მომზადება ჩანაწერებისთვის, ბალიშის პირების შეკერვა, მოხატვა, წინადადებების შერჩევა, შემდეგ დაწერა და შეიძლება ვიღაცა მიფიქროს, რომ რა ძალა გადგია, ხო? რატომ წუწუნებ? არ ვწუწუნებ, უბრალოდ აღნიშნავ რა ხდება ჩემს ცხოვრებაში ახლა და პირიქით რომ გავა, დარწმუნებული ვარ, ძალიან ვისიამოვნებ და გამიხარდება, ვიამაყებ საკუთარი თავით და ეს საჭიროა რომ ზოგჯერ შევახსენოთ საკუთარ თავს და ვუთხრათ საკებარი სიტყვები, როცა ამას ვიმსახურებთ. ამავე დროს თითქოს აი ამ ვიდეოებით ვინახავ ჩემი ცხოვრების ძალიან ლამაზ პერიოდს. როცა ჩემი მოსწავლეები მე-7 კლასში არიან და სწორედ იმიტომ ვჩქარობ, რომ ბავშვობა ძალიან სწრაფად გადის. მინდოდა ლუის კეროლის ელისი საოცრებათა სამყაროში გამეცნო, მაგრამ ვეღარ ვასწრებ, სხვა წიგნები შევარჩიე და ეს წიგნი იმიტომ მინდოდა, რომ პირველ რიგში ამომიტივტივდება ხოლმე ავტორის ბიოგრაფია და ის კერძოდ ის დეტალი, რომ ის ძალიან დარდობდა, როცა მისი მეგობრის შვილი, ვინც არის პროტოტიპი ელისის, გაიზარდა და ახლა როცა უკვე ჩემი მასწავლებლობის მე-11 წელს ვითვლი, მეც ძალიან ხშირად მაწვება ხოლმე ეს დარდი, სევდიანი ხდები, როცა ვაკვირდები, როგორ იზრდებიან თაობები და ბავშვობას უყურებ შენი მოსწავლეების ბავშვობას და თითქოს მემატიანე ხარ მათი და თვალსა და ხელს შუა მიქრის ჩემი შვილებისა და მოსწავლეების განვლილი ბავშვობაზე დარდი, რაღაცნაირი ამ ჩემი ცხოვრების ამ პერიოდს გასდევს ფონად. ამავე დროს აი დილას მაგალითად, როცა რამდენიმე ბალიშის პირი მქონდა მოსახატი ზაფხულიდან შემორჩენილი, ჩემი ბიჭი წლისა და 7 თვის ნერსე იჯდა და დახატე დედაო, ეს ასე მეუბნებოდა, დიკეგოს ვხატავდი და გოლიათს ვხატავ მეთქი და გოლიათი იძახდა. ამ ყველაფერს იმიტომ ვაკეთებ, რომ პირადი მაგალითი ძალიან მნიშვნელოვანი არის და როცა ბავშვები გიყურებენ, რომ დროს სასიამოვნოდ ატარებ, რაღაც კარგს ქმნი და შენ თვითონ გიხარია, მათთვისაც პირადი მაგალითია და დარწმუნებული ვარ ეს დადებითად აისახება მათ განვითარებაზე. ამასთანავე თითქოს უნივერსიტეტში ვსწავლობ და მინდოდა თქვენთვის გამეზიარებინა ესეც და ვიკვლევ საბავშვო ლიტერატურას, აი როგორ შეიძლება რომ თვით განვითარებაზე იზრუნოს მასწავლებელმა, ამაზე მინდა გავამახვილო ყურადღება. მართლა მგონია რომ ვსწავლობ, რადგან თითოეული წიგნის წაკითხვის შემდეგ დგება პერიოდი, როცა იწყება მოკვლევა ავტორის შესახებ, გამოხმაურებებს ვკითხულობ, შემდეგ ხელახლა ვეცნობი ჩემს გახაზულ მარკირებით ვკითხულობ ყოველთვის და გახაზულ ეპიზოდებს ვაკვირდები, ხელახლა გადავავლებ ხოლმე თვალს, ამოვინიშნავ საკვანძო საკითხებს, რაზეც მინდა ყურადღება გავამახვილო და ამ დროის განმავლობაში დამიგროვდა ძალიან დიდი ცოდნა. ამავე დროს, როცა ბევრს ვკითხულობ, ბევრი იდეა გებადება. კიდევ ის, რომ შემოქმედებითი უნარები პიკს აღწევს, რადგან აი მაგალითად მომდის სხვადასხვა იდეა სტატიებისთვის ან საინტერესო გაკვეთილებისთვის. ეს ერთ მაგალითს გეტყვით, მაგალითად სალამურის შესახებ, ძალიან საინტერესო გაკვეთილი ავკინძე. ეს იყო მიო ჩემო მიო, სალამურას თავგადასავალი, ჰარი პოტერის და ფილოსოფიური ქვა, ნილს ჰოლგერსონისა და გარეული ბატების მოგზაურობა და წიქარა.
და დავაფიქრე ბავშვები მუსიკის მნიშვნელობაზე, ჯადოსნურ ნივთებზე წიგნებში და სხვადასხვა ეპოქასა და სივრცეში, როგორ ემთხვევა ხოლმე მოაზროვნეთა წერილების შეხედულებები, როგორ მოძრაობს მოტივები და თითოეულ მათგანს რა მიზნით აქვს ეს სალამური გამოყენებული. აი ეს სათქმელი დამიგროვდა და მინდოდა მე თქვა როგორც ეს 50-ე მრგვალი რიცხვისთვის ჩემს ბლოგზე და წიგნი კი არის ამგვარი, ეს არის პატარა მაწანწალა. დედაჩემი 35 წლის განმავლობაში იყო ინგლისურის მასწავლებელი 191 საშუალო სკოლაში, იმ სკოლაში, რომელიც მე დავამთავრე და არასდროს არ უოცნებია, რომ ლონდონში წასულიყო სამოგზაუროდ, რადგან 90-იანი წლები დაემთხვა, გაჭირვების პერიოდი, ჩემი უფროსი ძმა ცუდად გახდა და სულ ამ ზურას პრობლემებით იყო მოცული და როცა დავფიქრდი რომ დედას არასდროს არ უოცნებია აი და მთელ ინგლისის ლიტერატურასა თუ ისტორიას ვიცნობ დედასგან 5 წლის ვიყავი როცა დედა მიყვებოდა მაგალითად მეფე ლირის ამბავს ზღაპრად და არ ვიცი რომელი ერთი გავიხსენო ლიტერატურა თუ გეოგრაფიული ადგილი რაზეც დედამ გამზარდა და როცა ეს გავაცნობიერე რამდენიმე წლის წინ გადავწყვიტე რომ წამეყვანა დედა ლონდონში და აი ჩემი ეს ბოლო პერიოდი ეძღვნება სწორედ ამ მიზნის ასრულებას იმედი მაქვს რომ აგვისრულდება ამბობენ ხოლმე რომ არ უნდა გააცხადო წინასწარ შენი ოცნებები მაგრამ თუ კი ამ ოცნებებისა და მიზნისთვის რაღაცას აკეთებ მგონია რომ მე არ შემიძლია ხოლმე რომ გულში ჩავიტოვო და განსაკუთრებით როცა ეს ლიტერატურას ეხება ახლა რატომ დავიწყე ამაზე ლაპარაკი ჯეიმს გრინვუდის პატარა მაწანწალა ერთ-ერთი პერსონაჟი არის ლონდონი და სანამ მინდა გაჩვენოთ წარწერა წიგნზე არ მახსოვს ეს ასეთი წარწერა აქვს სახსოვრად ლელას ლევანისგან არ მახსოვს ვინ მაჩუქა ეს წიგნი მაგრამ მახსოვს აი ბუნდოვნად რომ სანამ ჩემი ძმა ცუდად გახდებოდა ზურა დედა სტუმრად იყო თავის მეგობართან სხვა მუხიანში სხვა მიკროში მეოთხე მიკროში და მახსოვს რომ ჩემი თანატოლი ბიჭი იჯდა და წარწერას მიკეთებდა წიგნზე ვერაფერ გაიხსენა დედამ ეს რეალობა თუ ჩემი ფანტაზიის ნაყოფი არის მაგრამ ფაქტია რომ სადღაც მეორე კლასელი თუ იქნება ამ წარწერის ავტორი და ასეთი წიგნი მაჩუქა ჩემს ბავშვობაშივე წავიკითხე და ერთ-ერთი იმ წიგნებს შორის არის რომლებმაც გული გამithბეს და საერთოდ ლიტერატურის დანიშნულება არის რომ ადამიანებს გული მოულბოს გული გაუთბოს შეიძლება ასეთივე გმირები ვერ გავხდეთ ან ის როგორც იქცევიან პერსონაჟები ხო ესეთი ქმედითი ნაბიჯები ვერ გადავდგათ მაგრამ უმთავრესი რაც ადამიანად ყოფნისთვის არის საჰაერივით მნიშვნელოვანი ეს არის თანაგანცდა ემპათია და ის რომ სხვას გული არ ატკინო და გულის მოლბობას უწყობს ხელს ლიტერატურა აი აქ აღწერილი ამბებიც ჩემს პატარა გულში სამუდამოდ ჩარჩა შემდეგ ხელახლა წავიკითხე რამდენიმე წლის წინ და ჩემი მე-7 კლასელისთვის წვრილი შრიფტი რადგანაც არის თანამედროვე ბავშვები ვეღარ კითხულობენ ამ წიგნე ასეთ შრიფტის მქონე წიგნებს და გადავწყვიტე რომ აი ეს ახალი გამოცემა შემეძინა სულაკაურის გამომცემლობას ეკუთვნის და წავიკითხე ეს წიგნი ახალი წიგნი თავისი მონიშნული ეპიზოდებით თუმცა სანამ წიგნზე გადავიდოდე, აქვე გაჩვენებთ, რომ აქ ჩემი ძმა, ჩემს უფროს ძმას ქონდა ხოლმე ჰალუცინაციები, რაღაცები ესმოდა, ხმები ესმოდა, გვეუბნებოდა, რომ ჰუმანოიდებს ველაპარაკები და დედას წიგნები, ძვირფასი წიგნები სულ დახატული ქონდა, ანადგურებდა რაღაც პერიოდი და აი შეხედეთ ამ წიგში ვიპოვე ეს ჰუმანოიდებს ხატავდა ხოლმე და თითქოს ეს ჩემი ძმაც ჩემთან არის რა მაგარია წიგნებთან ერთად ცხოვრება, როგორ გვინახავს ცხოვრებას. სულ ამას ვამბობ და არ მომბეზრდება ამის გამეორება. ეს წიგნი ძალიან ძვირფასი არის თვითონ ეს წიგნი ჩემზე 2 წლის პატარა არის 98 წელს არის გამოცემული და
ახლა მინდა რომ გაჩვენოთ ლონდონს რომ დავუბრუნდეთ. თბილისის წიგნის დღეებზე ვიყიდე აი ეს წიგნი ლონდონის შესახებ და რომელიც მე-19 საუკუნის პირველი ნახევრიდან მე-20 საუკუნის ბოლომდე აღწერს ლონდონის პორტრეტს და რადგან ამ წიგნში ჯეიმს გრინვუდმა ეს წიგნი 1865 წელს დაწერა თუ 6 წელს და სწორედ ამიტომ წავიკითხე პირველი ნაწილი, აი გადავშალე სწორედ იმ პერიოდის ინგლისზე ნისლიანი ლონდონი და ამოვიკითხე ასეთი რამე, რომ ეს ლონდონი იმ პერიოდში, ვიქტორიანული ლონდონი, იყო მსოფლიოს დედაქალაქად მიჩნეული, თავისი ინდუსტრიული მიღწევებით, განვითარებით, იმდენად გაიზარდა მოსახლეობა იმ პერიოდში, რომ სადღაც 6 მილიონამდე მიაღწია და აქ იყო თავმოყრილი ბირჟები, ბანკები, აბანდებდნენ აქ ფული, ტრიალებდა ლონდონში, ამზადებდნენ სხვადასხვა ნივთს, ძალიან ხარისხიანს და მთელი მსოფლიო აქვე ლონდონი გახდა კულტურული ცენტრიც და მთელ მსოფლიოს იზიდავდა თავისი ამ მნიშვნელოვნობით, რაც იყო დამახასიათებელი იმ დროის ლონდონისთვის და აქვე უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ მუშათა ბავშვები ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყვნენ და ამის აღწერა დაიწყეს მწერლებმა, ჩარლზ დიკენს გავიხსენებ და სწორედ ჯეიმს გრინვუდის პატარა მაწანწალაც აღწერს ლონდონის ჯურღმულებს, დიდრების ცხოვრების მიღმა, როგორ ცხოვრობდნენ ადამიანები და რა დღეში იყვნენ ბავშვები. ლიტერატურამ ხელი შეუწყო იმას, რომ რაღაც პერიოდის მერე გაუქმდა მუშათა სახლები, საზარელი ადგილი, სადაც არავის არ უნდა მოხვედრა და ამ ხილებამ, რეალობის აღწერამ უკეთესი პირობები შექმნა ბავშვებისთვის და შეცვალა მათი გარემო. წიგნის ბოლოს სწორედ ამით სრულდება და აქვე გაჩვენებთ აი ასეთ ნახატს და წარწერას. პირველ პირში მოგვითხრობს პატარა მაწანწალა ჯიმი, სახელი ხო არ მოვიწყდება და ასეთ რამეს ამბობს, რომ გაჭირვებაც ბევრი ვნახე, მაგრამ ერთი აზრი მუდამ მამხნევებდა. ამიერიდან მარტო აღარ ვიყავი, გვერდით მეგობრები მყავდნენ. ისინი მძიმე წუთებში მხარში ამომიდგნენ და დარწმუნებული ვიყავი, ადრე თუ გვიან უკეთეს მომავალს შევქმნიდით ყველა იმ დიდი თუ პატარა მაწანწალასთვის, ვისაც ბავშვობიდანვე არ ღირსებია ოჯახური სითბო, ალერსი და სიხარული. და სწორედ აი ამ ლიტერატურამ აღწერამ, როგორც უკვე ვთქვი, ხელი შეუწყო იმას, რომ ინგლისში ბავშვების პირობები და სწავლა-განათლება გაუმჯობესდა. ახლა რაც შეეხება წიგნს, ეს არის ერთი ბიჭის ამბავი, 6 წლის ჯიმის, რომელიცაც დედა გარდაეცვლება და დედინაცვალი ძალიან ცუდად ექცევა, მამაც უმკაცრესი ჰყავს და იძულებულს ხდიან, რომ მოუაროს პატარა დაიკოს პოლს და ისეთ მდგომარეობაში ჩავარდება თავისი დედინაცვლისა და მამის გამო, მკაცრი მოპყრობის გამო, რომ სახლიდან მირბის და გაიცნობს, აღმოჩნდება მაწანწალებთან რიპსტონი და მოულდი. ეს არის საოცარი მეგობრობის ამბავი, როგორ უნაწილებენ ერთმანეთს იმ მცირე ულუფას თუ მოპარულ ფულს, როგორ ყიდულობენ ამ საჭმელს და ერთმანეთისთვის არიშურებენ და ერთ-ერთი ეპიზოდია, როდესაც პატარა ბიჭს უყიდიან მეგობრები ფეხსაცმელს და ცხოვრობენ რაღაც ტემზასთან ახლოს თაღებ ქვეშ ურიკაზე არძლეები აქვთ ერთმანეთის ბალიშის მაგივრობას ერთმანეთს უწევენ თავადვე მორიგეობით და შემდეგ ამ პატარა ბიჭს გადახდება ბევრი რამ, აღმოჩნდება საავადმყოფოში, ძალიან ცუდად გახდება, ასევე
თაღლითებს გადააწყდება, მუშათა სახლში უნდა გაგზავნონ და იქიდანაც გამოიქცევა და ჩვენ ვხედავთ ნაბიჯ-ნაბიჯ როგორ უარესდება მისი ქცევა, რომ ქურდობის გზას დაადგება, და თავიდან იმდენად უჭირს პირველი ნაბიჯის გადადგმა, რომ ბოლოს ამბობს, რომ უკვე აღარც კი განვიცდიდიო მოპარვას, ქურდბათაცობას, თუმცა ეს ბიჭი გადარჩება სწორედ ამ რიპსტონთან, თავის მეგობართან შეხვედრის შემდეგ. და კიდევ აქ აქვს ძალიან მნიშვნელოვანი ერთი საინტერესო დეტალი არის თეატრში მიდის და მოვიწყდა თეატრის სახელი არა და დავგუგლე და ვნახე კიდევაც შორდიჩის თეატრში მიდის და უყურებს წარმოდგენას, სადაც თავისივე მსგავსი ადამიანის განცხოვრების განვითარების ეტაპები არის აღწერილი და დაფიქრდება, მწარე დატირდება, რიპსტონი მის გვერდით არის, ის ვერ უმხილს, რომ ასეთი ქურდბაცაცა გახდა და კვლავ ესე ცუდ გზას დაადგა, მაგრამ მე მგონია რომ აი სწორედ ამ თეატრალური წარმოდგენის ნახვის შემდეგ მასში ძირეული ცვლილებები მოხდება. ეს არ შეცვლიდა მის ცხოვრებას რომ არა ერთი ქალბატონი, რომელმაც თვალი აუხილა და ძალიან ბევრი თემა არის აქ წამოჭრილი, მაგალითად ცხოვრების გზაზე, როცა ბოროტმოქმედები ხდებას ადგება ადამიანი, ვინ უწყობს ხელს და ვინ უშლის. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გავლენებს, არასასურველ გავლენებს და ადამიანებს, რომლებიც დახმარების ხელს უწვდიან ასეთ პერსონაჟებს. ერთ-ერთი არის მისის უინგშიპი, რომელიც აკოცებს, შეიფარებს, დააპურებს, მიაბარებს თავის დის ქმარს, მაგრამ ეს კაციც არ აღმოჩნდება კარგი ადამიანი და დედის შემდეგო ჩემთვის არავის არ უკოცნიაო, ცრემლები წამოუვა ამ ბიჭს. ასევე არის მარტა, მისის უინგშიპის დიშვილი და როცა ქუჩაში შეხვდება და უკრავს მღერის უბრალოდ ჩაეხუტებიან ერთმანეთს და ეტყვის, რომ მარტა ძალიან მშია და ორივეს ცრემლები წამოუვა. აქ არის კიდევ ერთი საოცარი ეპიზოდი, რომ თავადაც ეხმარება ერთ-ერთ თავის მსგავს ბიჭს, როცა ბუხრის მწმენდავთან გაგზავნის მისის უინგშიპი, იქ გაიცნობს რეუმატიზმებით დაავადებულ ბიჭს, ობობას ეძახიან და ძალიან სცივა ამ ბიჭს, ვერ მოძრაობს და ნატრობს ნეტავ ქვანახშირი გქონდესო და ეს მთავარი პერსონაჟი ეტყვის, რომ არ შემეშალოს სახელი, არ მიყვარს ხოლმე რა მთავარი პერსონაჟის სახელები რომ ეშლება. ეტყვის, რომ მე მაქვს ფული და მოგიტან ამ ქვანახშირს, ბიჭს უკვირს ძალიან, მართლაც მიდის, ყიდულობს ქვანახშირს, ანთებს ღუმელს და ყიდულობს ყავასაც, იქნებ ყავაც მიყიდო, სთხოვს ეს ობობა და ძალიან საყვარელი ეპიზოდია, რომ რაში ხარჯა, ქვაფში მოხარშავენ ყავას და დოქის ნატეხით სვამს ჯონი, ხოლო ეს ობობა რკინის კოვზით ხრებს და ეს ცხელი სითხე მოაყოჩაღებს ამ რეუმატიზმებით დატანჯულ ბიჭს. სულ რომ შიმშილით მომკვდარიყავი, მაინც უყიდიდიო ამ ობობას, ქვანახშირსა და ყავასო, ასე ამბობს მთავარი პერსონაჟი. დღეს როგორ დავუკავშირებთ დღევანდელ დღეს? დღესაც ძალიან ბევრი ბავშვი არის მსგავსი პრობლემის წინაშე, სოციალურ სიდუხჭირას გულისხმობ, გულებელყოფას მათი საჭიროებების ქუჩაშიც ბევრი მათგანი არის ძალიან დიდი პრობლემების წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა იმ ხრივ, რომ მოზარდები არასწორ გზას ადგებიან და არ ვიცი, აი ბევრი ჩემი მიზანი, აი რა შემიძლია მე, როცა ვფიქრობ, როგორც დავიწყე თავში საუბრის დასაწყისში, რომ შეიძლება ესე
გმირობა ვერ ჩავიდინოთ, მაგრამ მგონია რომ ლიტერატურის კითხვა იქ სადაც ვარ, ვისთანაც კი მიმიწუდება ხელი, როცა მე-7 კლასელი ბიჭი ან გოგო წაიკითხავს ბავშვი ამ წიგნს, მგონია რომ მისი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლება და ლიტერატურის ძალის მწამს. იმედი მაქვს რომ წაიკითხავენ, ჩვენი თაობის ბავშვები კითხულობდით ბევრს, ეს მგონია რომ ეს წიგნი ყველას უყვარს, ჩემი თაობის მკითხველებს გულისხმობ, თუმცა ძალიან დინამიკური სიუჟეტი ვითარდება დინამიკურად და თანამედროვე ბავშვებსაც უყვართ, როგორც ვიცი, არ გაუჭირდებათ წაკითხვა, ძალიან ცოცხალი ამბავი არის დღესაც და ლონდონით რომ დავამთავროთ, Covent Garden-ის ბაზარში ქურდ ბაცაცობენ, რიფსტონი, მოულდი და ჯიმი და Portokhal სადაც იპარავენ პორტოხლებს. მე Google Maps-ში მოვძებნე და Covent Garden-ის ბაზარი ახლაც არის. და როცა თუ მე დედასთან ერთად წავალ ლონდონში, შეიძლება ეს ბაზარი ვერ ვნახო, მაგრამ ამ ქუჩაზე მინდა რომ მოვხვდე. არა, მადლობა. გადაღება აქვს? დიახ, ვიდეოს წერ წიგნებს. წიგნის შესახებ ვიდეოს წერ. სკოლის ეზოში ვარ ახლა და ერთი ასაკოვანი მამაკაცი მოვიდა და მითხრა დახმარება ხომ არ გჭირდებაო. ხო და მოკლედ, კარგია როცა ადამიანები ზრუნავენ, სრულად უცნობი ადამიანებისთვის. კარგი, გემშვიდობებით 51 წიგნით დაგიბრუნდებით. მადლობა.